იუდას პერსონა ძალიან საინტერესოა. იუდა გახლავთ ერთადერთი 11-დან, რომელიც იუდას პროვინციიდან არის. დანარჩენი 11 არის გალილეიდან. გალილეელები და იუდეველები მაინც-ამაინც დიდი სიმპათიით არ უყურებენ ერთმანეთს. ცნობილი იყო ასეთი გამოთქმა. გალილეელი ეძებს პატივს, ხოლო იუდას მაცხოვრებელი ფულს. ერთმანეთს ახარბებდნენ ამას, როდესაც ხდებოდა, ხო გალილეელი პატივს დიდებას არ დაუთმობდა, ხოლო იუდას იუდეელი არ დაუთმობდა ფულს. და აი ცნობილი დაპირისპირება იყო. და როდესაც იესოს 12 წელს შორის 11 გალილეელია, ხოლო ერთიანის იუდას მკვიდრი, იუდა ისკარიოტელი. თავიდანვე იუდა ამ 11 შორის თავს გრძნობს, მოდი ასე ვთქვათ, უხერხულად. თავიდანვე სხვანაირად გრძნობს თავს. თავიდანვე მაინც-ამაინც ისეთი გარემო არ არის, მისთვის კომფორტული გარემო არ არის. პლუს ამას იუდა გახლავთ ერთადერთი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში. ქალაქის მაცხოვრებელია, არც ერთი სხვა 11 ქალაქის მაცხოვრებელი არ არის, სოფლიდან არის ან დაბიდან. აი იქიდან წეულები რო არიან და მესია რომ მოვა და მათ არანაირი პრივილეგიას არ მისცემს. იუდა კი მთელი ცხოვრება ამ პრივილეგიების მოლოდინით ცხოვრობს. მესიას ის ამ პრივილეგიებით შეხვდება. პლუს ამას იუდაში ყველაზე მეტად არის რევოლუციური სული. ყველაზე მეტად არის, ვინაიდან ყველა ქალაქი განსაკუთრებით იუდას ქალაქები, სოფლები და ქალაქები ცხოვრობდნენ მესიის რევოლუციური მოლოდინით. და იუდაში ეს განსაკუთრებით არის წარმოქმნილი. ძალიან საინტერესო რა მოხდა აი ამ კრებულში. მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფე არის მეზვერე მათე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფული როგორ აკეთოს და როგორ მართოს ფინანსები. ძალიან კარგად იცის ეს. და რატომაც იესო ნაზარეველი ფულს ჩააბარებს იუდა ისკარიოტელს და არა ფულის კარგად, ასე ვთქვათ, ფინანსების კარგად ცოდნე მათეს. თავიდანვე იუდა დაიახლოვა იესო. იესო თავიდანვე იუდას უთხრა, ამ ფულს იმას კი არ ვაპარებ, ვინც არის სპეციალისტი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა იმას ვაპარება ფულს. იუდას ყველაზე მეტად ენდობა იესო. და იუდა მის დაინახა. და ამიტომ ძალიან დაუახლოვდა იესოს, ამიტომ გაყვა იესოს. იესოში დაინახა რაღაცა ისეთი, რაც დაინახა მათემაც. მათემ რა დაინახა, მათეს ძალიან აწყობილი ბიზნესი ჰქონდა. ეს მეზვერეები რატო არ უყვარდათ მეგობრებო, იცით? მეზვერეობის იმიტომ კი არა მარტო რომ იმას ახტებდნენ და ფულს ახტებდნენ, ეს ფულს ტაძარის ახტებინებდა. არა. მეზვერეობის ეს ინსტიტუტი შემოიტანეს იუდიაში, იმათ რომ უბრალოდ კი არ შემოიტანეს, გაავრცელეს და ასე ვთქვათ, თავიანთი ფაროლობა იმას აქნეს, რომიდან ჩამოსულმა გადამდგარმა გენერლებმა. ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ, გენერლებმა გადადგებოდნენ, ხო? ფული თუნდა ეკეთებინა, ჯარში აღარ ყოფნა არაფერი, ხო? და სახელმწიფო იმას ყოთი წყევლა რო აქედან მოგწეს წრება. პენსიაზე გეცხოვოს მარტო. აქედან მოგწეს ეს იმასე რა ქვია. ჩამოდიოდნენ იუდიაში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფული ტრიალებდა ყოველთვის და თავიანთი ბიზნესი იყო. ეს მეზვერეები იყვნენ, ასე ვთქვათ, მუშაკები, თანამშრომლები, თორე მეზვერეების უკან ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებს აკონტროლებდნენ ეს გადამდგარი გენერლები, რომიდან ჩამოსულან. და ამიტომ ეს იზღებოდათ ეს მეზვერეები. ხო და აი, როდესაც იუდას ჩააბარა ფინანსები მაცხოვარმა, იუდა ისკარიოტელმა იქცნო განსაკუთრებით, აი, მათესთან რომ მიდის, ხო? მათეს აქვს აწყობილი ბიზნესი, ზუსტად იცის რა უნდა აკეთოს. ძალიან კარგი შემოსავალი აქვს. მაგრამ ადგება და გაყვება იესოს. გაყვება და სულ არაფერს გარეშე არ დარჩება. მარტო იესოს სიტყვებით იკვებება, მეტი არაფერი არ აქვს. იუდაც ადგება და გაყვება იესოს, მაგრამ არა იმ განაზრახის რომ ფული აკეთოს. არამედ იმ განაზრახით რომ რაღაცა ამ კაცში რაღაცა მართლა ხდება, რაღაც მესიანური მოლოდინი მასში ასკარად ცხადდება. მაგრამ უცებ აღმოჩნდება რომ ვინც იყო მოსავალ იმას კერაბარებს ფულს. იუდას მისცემს ფულს. შენ გენდობიო. და იუდამ თავიდანვე დაინახა, რომ იმ 12 შორის ყველაზე გამორჩეული არის ის. არა პეტრე, არა იოანე, არა იაკობი, არა ანდრია. ამით მაინც და მაინც იუდა. ბოლო-ბოლო იუდას ტომიდან არის. იმ ტომიდან, რატომიდანაც არის იესო ნაზარეველიც. თანატომელები არიან. ეს 11 გალილეელი რაღაცა საქმისათვის საჭირო ხალხია, თორე საქმეს აქ მე და იესო ვაკეთებთ.
იესო მართავს პროცესებს, ხოლო მე რას ვაკეთებ? იუდას პოზიცია რა არის? მე იესოს ვეხმარები ფინანსურად. რო არა ჩემ იუდაზე რა თქმა უნდა ქურდი იყო, ვინ იცოდა იუდა რო ქურდი იყო? იუდა რო ქურდი იყო, აღმოჩნდა მერე. თორე თავიდან არც ერთ მომწიფე არ იცოდა რომ იუდა ქურდი იყო. რითი ქურდობდა იუდა? იუდას ნაქურდალი ერთი რა იყო რა? ყანა იყიდა, სახლი ააშენა, მონები იყიდა თუ რა? ისი ქურდი იყო იუდა? იუდა არაფერს ქურდი არ იყო. იუდა სხვა რამეში ქურდობდა. იუდას ქურდობა სხვა რამეშია. მოაზრებული, მაცხოვარი ერთ ადგილას ამბობს, აი გაიხსენეთ, ერთ ადგილას ამბობს მაცხოვარი ესე სიტყვის, მოხვედით ჩემთან არა, იმიტომ რომ სასწაული ხდეთ, იმიტომ რომ პურის ჭამა გინდათ. ორი ჭამი და იმიტომ მოხვდა. რატო ამბობს ამას? იმიტომ რომ ბევრი გლახაკი იყო ატევნებული მაცხოვართან და ატევნებული იყო, იმიტომ რომ პურს გვაჭმევსო. სულ არ აინტერესებდა დასასწავლი და მაგალითად ხო არიან გლახაკები ტაძარში სულ არ შემოვიდნენ, ტაძართან სულ მათხოვრო, ხო? ხო, განმიკითხავ, მაგრამ ნუ არიან ესეთი ისინიც, ხო, ძალიან მძიმე მდგომარეობა და ბევრი დაყვებოდა მაცხოვარს ასე და მაცხოვარი იუდას ავალებდა. რომ მოწყალება განეცა. აი აქ ქურდობდა იუდა. არ იძლეოდა იმ მოწყალებას, ამოწყალებაზეც მას თავისთვის კი არ ენახავდა ფულს. ფულს ინახავდა აი 11 კაცისათვის, ამ 11 გალილეველისათვის. აი 11 გალილეველისათვის. ამან თუ ფული არ მისცა, ესენი საპასეხო კრავს როგორ იყიდიან, ამან თუ ფული არ მისცა, ესენი ღამეს როგორ გაატევებენ. ეს თელი კრებული დგას ორ რამეზე. იესო ნაზარეველზე და იუდა ისკარიოტელზე. ასე უყურებს იესო იმას იუდა ამას. როდესაც მაცხოვარი გადასახადს გადაახტევინებს, თევზიტად იმას პეტრეს აპოვნინებს იმას. პეტრეს ამის ძალიან დიდ გაკვეთილს აძლევს. პეტრეს ამით ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მოდის სხვა რამიდან და არა იქიდან, რომ იქ იუდას კვადრუციალ ჩაბარებული. ერთ-ერთი მამა ამბობს აუცარ სიტყვებს. ძალიან ცოტა შემოსავალი ჰქონდა თუ იმ კრებულსა და ისიც ქურდ ჩააბარა იესო. ქურდი ამას ნიშნავს. აქ ქურდობს იუდა. და იუდა ისკარიოტელი ყველაზე გახარებულია აი ამ დიდებით შესვლის დღეს, იმიტომ რომ იუდა ისკარიოტელი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტი მას ესმის იესოს, ყველაზე მეტი მანიცის იესოს, ყველაზე მეტი მას ენდო იესო. და მართლაც ერთი ძალიან ისეთი ცუდი კამათი გაიმართება ამ პერიოდში. ერთი ვერსიით თვითონ მოციქული მოსწავლეები, მეორე ვერსიით მათი დედა მიდის და იესოს ეუბნება, დიდების ტახტზე რო დაждებიო, სათხოვარი მაქვს რა, სათხოვარი გაქვს, მითხრა დიდების ტახტზე რო დაждებიო, ჩემი ერთი შვილი მარჯვნივ დაესვი და მეორე მარცხნივ დაესვი. რა იყო ეს? სათხოვარი იყო. როდესაც გამეფდებიო, ჩემი ერთი შვილი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყოს, მეორე სიტყვაზე თქვა რა ვიცი მე, განათლების მინისტრი იყოს. პოსტებს ეთქოს. არ იცი თუ რას ამბობ. და მე წაიკითხე სახარებაში წერია, ცილობა იყო ერთმანეთს შორის ამის გულისთვის. Თუმცა შენ რატო უნდა იყოს? აი ამ პორტფელს ელოდება იუდა ისკარიოტე, მინისტრის, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ელოდება. ფინანსები. დავითის რეკონსტრუირებული სამეფოს ფინანსები უნდა ჩააბაროს მესიამ. ყველაზე საჭირო რამე სახელმწიფოსათვის ეს ფინანსური. ამას ელოდება იუდა და როდესაც შევიდა მაცხოვარი, კიდე დაარბია ტაძარი. და საღამოს გავიდა იერუსალიმიდან და დაждდა იერუსალიმის მოპირდაპირ მთაზე. იუდა 3 წლის გატანჯულია, 3 წელია ამას, მე-3 წელი სრულდება, ნუ აღარ შეუძლია ამას ვერ გაიგო ვერაფერი. სხვებმაც ვერ გაიგეს, მაგრამ სხვები არ ადარდებს იუდას, ის ისკარიოტელია, ის ყველაზე ახლოა იესოსთან. იესო მასთან აქვს იესოს კავშირი, მასთან ერთად უნდა გააკეთოს რაღაცა გრანდიოზული, რაღაც გენიალური. იუდა არც უსმენს იმ სწავლებას, ასწავლებასაც იძლევა იესო. იუდა ფულს ითვლის მხოლოდ, რომ საჭირო დროს, საჭირო ფინანსები გაუჩნდეს ამ 11 კაცს. მეორე დღეს მოვიდა მაცხოვარი და არაფერი გააკეთა. კიდე არანაირი რევოლუცია, არაფერი. მესამე დღეს მოვიდა, არც ამ დროს ხდება რაღაც. და იუდა იწყებს აქტიურ მოქმედებას. იუდამ ძალიან კარგი, იუდა თვითონ აღასრულებდა სასწაულებს. იუდამ ძალიან კარგად იცის, რომ ის მოძღვარს ძალიან ბევრი რამე შეუძლია მკვდარი 4 დღის აღროლებული მკვდრის გაცოცხლებაც შეუძლია. შეუძლია 5 პურისგან 5000 დააპყროს. მაგრამ რაღაცას ელოდება, რაღაც ატომღაც არ იწყება ეს ყველაფერი, პროვოცირება უნდა იუდას ყველაფერი ერთი იცოდეთ. ყველაზე დიდი დანაშაული აზროვნებაში არის აი ეს, როდესაც შენ ღმერთს აჩქარებ, რომ რაღაცა გააკეთოს. აი ტოტალიტარული სექტები.
ყველაზე მძიმე ტოტალიტარული სექტები, რომლებიც ყველაზე დიდ ბოროტებას ჩადიან იმის სახელით, რომ მალე დადგეს არმაგედონი და მალე მოვიდეს მესია და მალე დამკვიდრდეს მშვიდობა და სიხარული ქვეყანაზე. ხანდახან 1000-ობით ადამიანს ხოცავენ, ხანდახან 1000 სიბინძურეს აკეთებენ იმის გამო, რომ ბევრი სიცოცხლე გამრავლდეს დროზე, რომ დროზე მოვიდეს მესია. ეს ყველაზე დაზიანებულია ზრუნვა. აი მას აკეთებს იუდა. იუდას სურს რაღაცა პროვოკაციაზე წაიყვანოს პროცესები, აი მერე დაანახებს ის თავისი ღვთაებრივი მოწყვალე, რაც არის პატრონისა. იუდა მიდის და გაურიგდება ოფიციალურ ხელისუფლებას მე ჩაგაბარებ. თუ გახსოვთ სახარებაში წერია ერთ ადგილას ძალიან საინტერესო რაღაცა. შეიკრიბება სინედრიონი და ირყვის დღესასწაულზე საკავაკეთოთ. შპოთი იქნება. იესო ნაზარეველის იმ დროს მოგვდინება არც ერთ გეგმაში არ შედიოდა. ამას ჰქონდა უარი. ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. სავარაუდოდ ამას აპირებდნენ უფრო ზაფხულისკენ ან შემოდგომისკენ. შემოდგომა ნაკლები უფრო შემოდგომით ადგომამდე. აქ არავის არ აწყობს იესოს სიკვდილი. ისეთ რაღაცას შესთავაზებს იუდა. ისეთ რაღაცას შესთავაზა, აი ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. და 30 ვერცხლი იუდას კი არ ჭირდება. ეს 30 ვერცხლი გამოართვას მაშინ ფარისევლები და სადუკეელები იუდას არ ენდობიან, ფული არა იყო, სანდო-კაცი არ არის, ისინი ასეთ კაცს ვერ ენდობიან. როგორ გულწრფელად რამეს აკეთებს ფულის გარეშე, ესეთ რამე არ არსებობს. ფულს სპეციალურად იღებს იუდა. დოკუმენტია ეს, რომ მართლა გავაკეთებ. ეს გააკეთებს. გაჩვენებს სადიმალება. ამ დროს იესო არ იმალება, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლებისათვის იესოს დაპატიმრება კიში მიულენ დააპატიმრებენ, მაგრამ ხმაურიანი იქნება, არა ხმაური და უხმაურო უნდა იყოს ეს დაპატიმრება. აი ამ პუნქტის ეშინიათ, ხმაურის ეშინი და იუდამ შეპერდა სწორედ ჩუმად დაგაჭერინებთ. და იმ დაინტერესდა ხელისუფლება. ასეთ ჩუმად, ასეთი შანსი არ ჩაგვივარდება. თავის გეგმებს გადააწყობენ. იმ დროს, როდესაც მაცხოვარი დიდებით შევიდა იერუსალიმში, იერუსალიმის მეორე მხრიდან კიდევ ერთი პატივით შესვლა მოხდა. რომის ოფიციალური პროკურატორი პილატე, რომელიც ვერ იტანდა და ეზიზღებოდა იერუსალიმი, წელიწადში სამჯერ ჩადიოდა იერუსალიმში იმისათვის, რომ თვითონ ეკონტროლებინა სიტუაცია. მარიონეტი მეფე და ჭეშმარიტი მეფე ერთად შევიდა იმ დღეს იერუსალიმში, სხვადასხვა მხრიდან. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. რომი გაცილებული ძალებით არის იერუსალიმში წარმოდგენილი. იმ საღამოს კი, როდესაც იუდამ გაყიდა ქრისტე, მოციქულები შეკრებილი არიან მაცხოვრის გარშემო და დაწესდება საოცარი რამე. დაწესდება ევქარისტია, რომის შესახებ ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, ახლა დროს არ გავუყვათ, მაგრამ ერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას. მეგობრებო, ეზიარა თუ არა იუდა ისკარიოტი. ამ ასთან დაკავშირებით არის სამი პოზიცია. ამ პირველი ზიარება დაადგინა ქვია მაცხოვარმა და ეზიარა თუ არა არის სამი პოზიცია. ერთი ამბობს ეზიარა პურს და სისხლს ხორცს, მეორე ამბობს არ ეზიარა არც სისხლს და არც ხორცს და მესამე ამბობს ეზიარა ხორცს. მანაც ეს მესამე არის ისეთი რაღაცა შუალედური, რომელსაც არც აღწევნა ყურადღებას. ეზიარა ხორცს და სისხლს არა. ესო აქედან წმინდა მამა და საეკლესიო მოღვაწეებიც არის მტკიცებითად. ორი ამბობს არ ეზიარა, ორი ამბობს ეზიარა. ნეტარი აგვისტინე იონე ოქროპირი ამბობს რომ ეზიარა, ხო, და ეფრემასური და ერთი მამა მავიწყდება სულ იმის სახელი, კატეგორიულად ხას უსვოს არ ეზიარა. მეტი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. არ არსებობს. ხარდასაჭერი არის რა? მთელი აი ძალიან ბევრი საკითხავი, საეკლესიო საკითხავი, გვეუბნება რომ ეზიარა იუდა. მაგრამ იგივე საეკლესიო საკითხავში გვაქვს მუხლები, სადაც ამ ნათქვამია რომ არ ეღირსა ეს ზიარებას და მისვლა არ ეღირსა. თუ ზიარების წინალოცვებს გადახედავთ, 12 ლოცვა, რომელიც ძალიან დიდი ხანი ის პრაქტიკა აქ ეკლესიას მისი კითხვისა, არსად არ არის დაწერილი რომ იუდა ეზიარა. არსად არ არის აღნიშნული იუდა ეზიარა. იუდას ხსენება არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ არ გასცეს საიდუმლოს გამცემის კონტექსტური მაზიარებელი სულ არის, რომ აი იუდასავით უღირსად არ მაზიარო, ეს არ არის არსად არ წერია, ეს რამე არ არსებობს. ამიტომ მე
ბევრ მკვლევართან ერთად ვეთანხმები იმას, რომ იუდა არ ეზიარა და ვერ ეზიარებოდა და გეტყვით რატომ. ტრაპეზი, რომელიც საიდუმლო სვერობისას გაიმართა, ორი ნაწილისგან შედგებოდა. ეს არის საპასექო ტრაპეზი, ანუ იუდეველებმა უნდა აღასრულონ პასექი, უნდა დაკლან ცხვარი და შეჭამონ, მაგრამ ეს სინამდვილეში უნდა მოხდეს ერთი დღით მერე. მაცხოვარმა ერთი დღით ადრე აღასრულა, ეს გალილეიდან ჩამოსულს ჰქონდა მისი უფლება. ერთი დღით ადრე აკეთებს ამას. როგორ ფიქრობთ, ის კრავი, რომელიც უნდა დაეკლათ, იმის ნაწილები ტაძარში წაიღოთ, უკან წამოიღოთ, ეკურთხებინა და წამოიღოთ. ეს კრავი საიდან იყიდეს? ფული იუდას. იუდას ფულით არის ეს დაღეთი. და როდესაც ფეხბანვას იწყებს მაცხოვარი, გარდამოცემა გვაქვს ასეთი. პირველად მივიდა იუდასთან და პეტრე პირღია უყურებდა, როგორ თავხედურად გაუწოდა ფეხი და უხმოდ დააბანინა მას ფეხი, იმიტომ მეუბნება პეტრე, რომ არ დაგაბანინა ფეხს და მაცხოვარი უუბნება, ჩემთან წილი მაშინ არ იქნება. გაიმართა ტრაპეზი. ამ ტრაპეზს ბევრი ნიუანსი აქვს, მაგრამ ჩვენაც გვჭირდება იმას ვიტყვი. ახლა ამ ტრაპეზზე იყო ერთ-ერთი ასეთი ჩვეულება, რომ ოჯახის უფროსი, ანუ სუფრის თამადან და ამ შემთხვევაში სუფრის უფროსი წევრი მართავდა ამ იმას, რა ქვია, ამ პროცესს თლიანად და იკითხულობდნენ რაღაცა ადგილებს, მინდა რა ქვია, ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლისა და თელ რაღაცები იყო და ერთ-ერთი მომენტი იყო, იქ სადღეგრძელოებიც იყო რაღაცა 5 სასმისია. ერთი მომენტი იყო, რომ უნდა ეს აიღო პურის დაჭერა, უნდა აიღო, ვინც პირველი იყო სუფრასთან იმას და ჩაეწო წვენში, აი ხოცის წვენში და ოჯახის თუ სუფრის მახლობლობაში ვინც იყვნენ, უნდა მიეწოდებინა მხოლოდ ერთისათვის, იმისათვის, რომელიც თქვათ მომავალ წელს ანაპირებდა ცოლის მოყვანას, ან სახლის აშენებას, ან ვალი უნდა აეღო, ან ვალი უნდა გაესტუმრებინა და დაეფარა, ანუ ამით ეუბნებოდა მთელ სუფრას. ჩვენთვის ახლა ყველაზე საყურადღებო არის აი ეს პიროვნება და ეს ძალიან დიდი პატივი იყო ამ ლუქმის გადაცემა. როდესაც ეს ტრაპეზი იმართება, რაღაცნაირად ყველა არის დაძაბული, ყველა არის მძიმე მდგომარეობაში და ამ დროს, როდესაც ყველა ასეთ მდგომარეობაშია, რაღაც ერთად რო არიან, რაღაც ერთმანეთის იმედი აქვს, რაღაც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, უფრო დაკავშირებულები არიან და უცებ მაცხოვარი ამბობს ასეთ რაღაცას, თქვენ შორის ერთი მოყალა, ერთი გამყიდის. წარმოიდგინეთ, ხა ყველა ერთმანეთთან როგორ არის, ხო და უცებ ერთი მოღალატე არის. გახსოვთ რას ეკითხებიან მაცხოვარს? მე ხო არა ვარ, ვინ არის ვარ კითხულობს არა. მე ხო ამით იწყება. ეს არის ყველაზე საკადრისი სუფრა, ეს არის დამდვილი ევქარისტიული სუფრა. ჩვენ ევქარისტიასთან რომ მივდივართ, ამ კითხვით უნდა მივდიოდეთ. სწორედ აი აქ გვაქვს ჩვენა მაცხოვარმა, აქ გვეუბნება, შენ რო ჩემთან მოდიხარ, შენ ხო არ ხარ ჩემი გამყიდველი, შენ ხო არ ხარ ჩემი, შენ თავში უნდა ჩაეძიო, შენ თავს და არა იმას იქ ვიღაცა რას აკეთებს. შენ მოდიხარ ჩემთან და არა რაღაცა ჯგუფი და რაღაც იმის საქმე კოლექტივი მოდის ჩემთან. შენ რა ხარ ამას უნდა ჩახედო. მე ხო არ ვარ ამ კითხვას დასვავს იუდა ისკარიოტეიც, რომელსაც უკვე 39 წელს გაყიდული თავისი მოძღვარი. უტიფრად და თავხედად უყურებს თვალებში. ეს როგორი თვალებია, იცით როგორ ზუსტად ამ თვალებმა შეხედა თავის დროზე მათეს. ერთადერთი სიტყვა უთხრა, გამომყევიო და მათემ ააყირავა თავისი დახლი, დახურა თავისი ბიზნესი და გაყვა იესოს. მათესთვის ასეთ კბილად და ასეთ თბილად არავის არ შეუხედავს. მათესთვის ასეთი სიყვარულით სავსე თვალებით არავის არ უთხოვს სიტყვა, ჩემთან ერთად იყავ. მათესთვის ეს იყო რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი, სულისათვის საწვდომი მოვლენა. სუსტად ამ თვალებს უყურებს ახლა იუდა. სუსტად ამ თვალებს უყურებს. ასეთ კბილს, ასეთ სიყვარულით სავსეს. და თავხედურად ეკითხება, მე ხო არა ვარ. მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს. სული წმინდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არც ამ ქვეყნად, არც იმ ქვეყნად. ეს მისი აპელირება კი არ არის, რომ მინდა და ასე გავაკეთებ, არა. სული წმინდის გმობა არის, მეგობრებო. აი მე სპეციალურად ამ ინტერესს და გადავხედე და ყველა მამამას საუბრობს. სული წმინდის გმობა არის ჯიუტად არ აღიარებდა და გონების ჯიუტად. ჯიუტად უარს ამბობდე ღმერთს. ჯიუტად არ მიდიოდა. ანუ რატო ამბობს მაცხოვარი სული წმინდის გმობა არ მიეტევება არც ამ ქვეყნად, არც იმ ქვეყნად, იმიტომ რომ ამ ქვეყნამდე უარი თქვა ღმერთს და იმ ქვეყნად ღმერთი ერთობას არ დააძალებს. ამიტომ განისის მიუტევებელიც.
და ეხლა იუდას ეკითხება მაცხოვარი, თვალებით ეკითხება მაცხოვარი. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ჩაგაბარე, ყველაზე ახლოს შენ ყავხარ. და დაფიქრდი რა საკეთებ. და იუდა უტიფრად თვალებით პასუხობს, არ დამცე. მე გაგეცი, მე გაგყიდე, შენ არ გამყიდო. იქ რომ მაცხოვარს ერთი სიტყვა ეთქვა, ამან დამყიდაო, პეტრე ხელს რომ მოკიდოდა, დღეს მიასხმევინებდა მკედელს, ჯარის არ შეეშინდა, დანიტყული მოკვეთა იმის იმას, პეტრეს ვინ გააჩერებს. იუდამ გამყიდა, ქრისტემ არ გამყიდა. მიაწოდე ეს პული და ამ პულის მიწოდების დროს უთხრა, ყველაზე მეტად შენ მეყვარხარ. ყველაზე მეტად შენ მეტარდები, შენზე კარგი მე არავინ არ ამბობს. შენზე ახლობელი ახლა ჩემთვის არ არსებობს. ისიც კი კერძე რომ ეყრდნობოდა და ჩემ გულთან ქონდა ყური მიდებული, ის იოანეც კი არ არის ჩემთვის ისე სადარდებული, როგორც შენ მეტარდები ახლა. და ამან გამოართვა პური. და გასულსაწერია. ეშმაკი შევიდა მოსში, რატომ თქვა? რომ არანაირი მადლიერება არ დააყოლა ამას გამოართვა თავხედურად და ეთქვის მაცხოვარი. გააკეთე რასაც გეკვა. რადგან გინდა გააკეთე.